უკვე წლებია ტყიბულში საგასტროლო სპექტაკლი არ ყოფილა. რამდენიმე წუთში აქ ეს დარბაზი ტყიბულელი მაყურებლით გაივსება. დღეს ამ სცენაზე უკვე წლების შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობები ითამაშებენ. რამდენიმე დღის მანძილზე საქალაქო კულტურის ცენტრის წინ გამოკრული აფიშა ტყიბულელ მაყურებელს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის სპექტაკლზე ეპატიჟებოდა. ირაკლი სამსონაძის ყოფილების სარეცელში ნინო ლიპარტიანის რეჟისორობით რუსთაველის თეატრის ცნობილმა მსახიობებმა 14 ნოემბერს ჩვენ სცენაზე ითამაშეს. ნანუკა ხუსკივაძე და პაატა გულიაშვილი ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მთავარი და ორადორი გმირი გახდნენ. პიესაში ასახული ქართველი ემიგრანტების უცხოეთში მძიმე ხვედრი საკმაოდ დრამატულად, თუმცა ბევრი კომიკური პასაჟებით წარმოადგინეს. ქალბატონი ნანუკას გმირი მის პიროვნულ მესთან შორს დგას, თუმცა ფიქრობს, რომ არტისტისთვის ამგვარი როლი საკმაოდ საინტერესოა. სახე, რომელსაც განვასახიერებ, ასე ვთქვათ, არის საკმაოდ დრამატული, ოღონდ ბევრი კომიკური პასაჟებით, ასე ვთქვათ. სიუჟეტს ვერ გავამხელ, იმიტომ რომ პრინციპში დეტექტიური არის ეს პიესა, დეტექტიური ხასიათის, ასე რომ სიუჟეტს ვერ მოვყვები. სპექტაკლის მეორე გმირს რეალურ ცხოვრებასთან მხოლოდ კუთხურობა აკავშირებს. წარმოშობით კახელი პაატა გულიაშვილი პიესაშიც კახელ ემიგრანტს თამაშობს. ამბობს, რომ სიუჟეტის შინაარსიც და ტერმინოლოგიაც მისთვის ნაცნობია. საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მაყურებელი მაინც სცენიდან ნაკლებად მიცნობს, მაინც ტელევიზიიდან და ტელევიზიაში სულ მიწერს რაღაცა დაუშვათ, ასე ვთქვათ, მაინც მიკერძოებულად იუმორისტული როლების თამაში და თეატრი მაინც სხვა რაღაცას გაძლევს და თეატრში კიდე პირიქით, მაინც მაძლევენ ხოლმე იქით ტრაგიკულისკენ და ამას პატორობიკოს სტურვას წყალობით ვახერხებ და ბედნიერი ვარ თუ ისევე მოეწონებათ ეს აქეთა კუთხით ტყიბულელ მაყურებელს. ჩვენმა კამერის ობიექტივმა სპექტაკლამდე ცნობილი ნანუკას ცნობილი ჩვევაც დააფიქსირა. სპექტაკლის დაწყების მაუწყებელი სამიზარი 18 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე გაისმა. თუმცა სანამ დარბაზი ტყიბულელი მაყურებლით შეივსებოდა, მთელმა ჯგუფმა მათთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო. სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში მაისის თვეში გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ მაყურებელმა იგი კარგად მიიღო, მისი გატანა რეგიონებშიც დაიგეგმა. ბაღდათისა და სამტრედიის შემდეგ ისინი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ. მათი 4 დღიანი ტურნე კი ზესტაფონში დასრულდა. Nu me crede.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ის თემაა, რომელიც დღეს ძალიან ტკივა საქართველოს და როგორც ვიცი, ოჯახების ძალიან დიდი პროცენტი წასულია, გადახვეწილია. და მათი ცხოვრება დააინტერესებდათ, თუ რა გაჭირვებაში და რა უბედურებაში არიან ესენი და ისე არ ჩანს, როგორც აქედან ერთი გადასახედიდან გვეჩვენება, მათი ცხოვრება ძალიან ტრაგიკულია. ნოსტალგიის მარცვლებიც იყო, მქონდა ცრემლი, მქონდა ემოცია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ნანუკა ხუსკივაძის ხმის ტემბრიც მომნატრებია მისი გადამდები, მისი ბოლომდე დახარჯული და ბოლომდე ნათქვამი სიტყვები და უნდა ვთქვა, რომ ის ტკივილი, რაც ზოგადად ქალს ახლავს, ის ტკივილი, რაც ოჯახიდან წასულ ქალს ახლავს, ყველა ეს ტკივილი უზომოდ ბოლომდე და ძალიან ღრმა ნაკვალევით მოიტანა ჩვენამდე ნანუკამ. სპექტაკლმა ტყიბულშიც ისეთივე წარმატებით ჩაიარა, როგორც სხვა რეგიონებში. რუსთაველის თეატრი მსგავსი ტურნეს მოწყობას მომავალშიც აპირებს.